სოჭის ოლიმპიადა 3 თილისმა. კურდღელი, ლეოპარდი და თეთრი დათვი ეყოლება. 2014 წლის ოლიმპიადის თილისმის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვა სულ მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობით გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს საერთო ჯამში ხმათა 62% ხვდა წილად. მათ კონკურსშიც კონკურენციას მზე, მატრიოშკები, დელფინი და მურა დათვი უწევდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო. თოვლის ბაბუა, რომელიც სოციალური გამოკითხვების თანახმად ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ბრძოლას გამოეთიშა. ხმის მიცემამდე ცოტა ხნით ადრე თავის ფავორიტი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაასახელა. პრემიერმა არჩევანი ლეოპარდზე შეაჩერა, რომელმაც ხმათა უმრავლესობა 28% მიიღო. სოჭის ოლიმპიადის სიმბოლოების ავტორებს პლაგიატში უკვე ადანაშაულებენ. რადიო ეხო მოსკოვთან ინტერვიუში 1980 წელს მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიადის სიმბოლოს ავტორმა ვიქტორ ჩიჟიკოვმა სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ სიმბოლოდ დათვის არჩევა გააპროტესტა. მანვე ავტორები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, არც ერთი ნიმუში საქმესთან სერიოზულ დამოკიდებულებაში არ იყო მოყვანილი, თქვა ვიქტორ ჩიჟიკოვმა.